ვარ მათებერიძე 9 წლის. სწავლობ ჩაისუნის საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთი და ხატვა. უფრო რა თქმა უნდა მიყვარს ფეხბურთის თამაში. უკვე 2 წელია ვთამაშობ ბათუმში. ჩემი წვრთნელია დათო მასწავლებელი. ზოგჯერ მხიარულია და ზოგჯერ სერიოზული. გააჩნია როდის. მე ვთამაშობ მარჯვენა მცველის პოზიციაზე. ადრე ვთამაშობდი შეტევაში და მე ჩამოვედი დაცვაში. პოზიცია იმიტომ შევიცვალე, რომ გუნდს სჭირდებოდა და მასწავლებელმა მთხოვა. ისე მე უფრო მიყვარს შეტევა და გოლების გატანა. ჩემს კარიერაში გატანილი მაქვს 55 გოლი. 1 გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზ. ჩემი მოპოვებული ჯარიმა დავარტყი და ცენტრიდან გავიტანე. მე კარგად ახტა, მაგრამ ისე კარგად დავარტყი, რომ ვერ ავიღო. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისებაა დრიბლინგი. გამოსასწორებელი მაქვს თავით თამაში. ბათუმში უკვე მქონდა 10-მდე შეჯიბრი. ყველაზე კარგად დამამახსოვრდა დელფინებს, რომ მოვუკეთ 32-2. მე გავაკეთე 2 ასისტი და გავიტანე 1 გოლი. მაგ თამაშში ვიყავი ერთ-ერთი საუკეთესო. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია კვარაცხელია და ჩემი საყვარელი გუნდია PSG. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 7 ნომრით. 7 წლის რომ ვიყავი, მაშინ გადავწყვიტე ფეხბურთელობა. იქამდე მინდოდა გამოსულიყავი მოჭიდავე. მე ვაპირებ ფეხბურთობით თამაშო 40 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები პოლიციელი. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემი ვისწავლე. როგორ ვისწავლე და სხვები რომ ხატავდნენ, მეც მომინდა და დავიწყე ხატვა. ყველაზე ხშირად ხატავ მთებს, სახლებს, ქალაქს, ქვეყნებს და სხვა. ჩემი საყვარელი ფერია შავი და არ მიყვარს წითელი. ამ ფერს იშვიათად ვიყენებ და ვერ შემაყვარა თავი. ყველაზე რთულია მთების დახატვა. ყველაზე ადვილია სახლების დახატვა. ნახატებს იმიტომ არ ვაგროვებ, რომ მერე მინდება კედელზე ჩამოკიდება. ყველაზე ხშირად ნახატებს ვჩუქნი ჩემ კლასელ ანდრია ბერიძეს. მეც მიყვარს საჩუქრებს რომ ჩუქნია. ამიტომ მიყვარს დაბადების დღეს და ახალი წელი. ამ ბოლოს რაც მახსოვს, მაჩუქეს ბურთი და ბუცები. თოლის ბაბუასაც სულ მოაქვს საჩუქრები. შარშან მაგალითად მაჩუქა ტელეფონი. წერს მინდა მაჩუქოს ოქროს შიბოლგები. ჩემი აზრით თოლის ბაბუა არის 40 წლის. მისი ნამდვილი სახელი ალბათ არის ზურიკო. ისე ნამდვილად ვიცი, რომ ქვია კახა. იმიტომ რომ ჩემი თოლის ბაბუა მამაჩემია. სახლში ვცხოვრობთ მე, დიდიკო და მამიკო. მინდა მყავდეს ერთი პატარა ძმა და მალე მეყოლება. მამიკო არის ჩემსავით სიმპათიური, მშრომელი, ჭკვიანი, ხიარული. დიდიკო არის ლამაზი, ზრუნველი, თბილი და სულ მეხუთება. მე მყავს ყველაზე კარგი დიდიკო და მამიკო მთელ დედამიწაზე. ძალიან მიყვარს დიდიკოს გაკეთებული ხინკალი. კარგ მიზლავზე შემიძლია შევჭამო 15 ხინკალი. აქამდე ჩემი რეკორდი იყო 10 წელი. ისე ჩემი საყვარელი საჭმელია მწვადი. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გამოაცხობს ხაჭაპი. მე ვარ კარგი ბიჭი და მყავს ლამაზი შეყვარებული. ცოლს რომ მოვიყვან, ვიქნები 21 წლის. შვილებს დავარქმევ მარიამს და დემეტრეს. ჩემ ცოლს დავარქმევ ანუკის. ახლა მინდა რომ ვიყო 16 წლის, რომ ავიღებ მართვის მოწმობას. 18 წლის რომ გავხდები ვიყიდი შავ ბერნეს. დიდი ალბათობით ამ მანქანით მოვიყვან ცოლს. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ მყავს კარგი კლასელები და კარგი მასწავლებელი. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ანდრია ბერიძე. ყველაზე ჭკვიანია დათა დარჩიძე. ყველაზე მშვიდია ანიტა. ყველაზე ძელქია ანდრია დუმბაძე. მე ვარ ყველაზე მეგობრული და სიმპათიური. მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმია უცნაური ამბები. სიამოვნებით ვითამაშებდი ამ ფილმში მთავარ როლს. ჯედოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავაშენდი კვადროციკლეთს. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ამერიკაში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში. მე კოსმოსში გავფრინდებოდი ჩემ ბიძაშვილ ჯეკო ბერიძესთან ერთად. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას. რომელი სუპერძალა უნდა რომ მქონდეს? მე მაგალითად მინდა მქონდეს გავჩინარების სუპერძალა. ბედნიერება არის ძმა რომ ეყოლება, ფეხბურთის თამაში და დედიკოს მამიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.